ომის დასრულების გეგმაში ცვლილებებია. თეთრ სახლში შემუშავებული 28 პუნქტიანი დოკუმენტი 19 პუნქტამდე შემცირდა და მასში დიპლომატიური თუ პრაქტიკული გაგებით მნიშვნელოვანი ფორმულირებები შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერს, რომ კიევი გეგმას უკვე დათანხმდა. გავრცელებული ცნობებით, ახალი გეგმის შემუშავებაში თავად უკრაინა და ევროპაც მონაწილეობდა. ზუსტად რა წერია მასში, ჯერ ისევ ბუნდოვანია. პროგრესის პროცესში ჟენევის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია, რომელიც უკრაინამ და ამერიკამ ერთმანეთთან აწარმოეს და აზრებიც დაახლოეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმას უახლოეს დღეებში ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან განიხილავს. მისი ვიზიტი ვაშინგტონში უკვე მზადდება. ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ აღარ არსებობს 28 პუნქტი. ბევრი ელემენტი გათვალისწინებულ იქნა. ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს და ეს სამუშაო გამოწვევებითაა სავსე, რათა დოკუმენტის ფინალიზება მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ღირსებისათვის. ვაფასებთ, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი მზადაა დაგვეხმაროს. ამერიკა კი ამას კონსტრუქციულად უდგება. მთელი დღე დავუთმეთ ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციას. ისინი გულწრფელნი არიან ჩვენს მხარდაჭერაში. უკრაინა არ არის მარტო. ჩვენმა გუნდმა უკვე მომახსენა ახალ სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით. მის მგრძნობიარე საკითხებს დეტალურად პრეზიდენტ ტრამპთან გავივლი. უკრაინა არ გახდება დაბრკოლება მშვიდობისთვის, ეს ჩვენი პრინციპია. ჩვენ ასევე გვესმის თუ რამდენად ბევრია ჩვენს ირგვლივ ინტერესი. პირველ რიგში რუსული ინტერესი. გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ომის გასაგრძელებლად. ვხედავთ იმასაც, თუ ვინ ცდილობს დაასუსტოს უკრაინის პოზიცია, დეზინფორმაციითა და ჩარევით. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ინტერესს, ვიცავთ უკრაინელებს. რუსეთი არ შეამცირებს ზეწოლას ჩვენზე, ასე რომ საჰაერო დარტყმების საფრთხე სერიოზულია. ჩვენ კარგად გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. თუ მართლაც მოლაპარაკებებში ვართ და კონსტრუქციულად ვმუშაობთ, არ უნდა ვხედავდეთ რაკეტებსა და დარტყმებს უკრაინაზე და ჩვენს ხალხზე. ამერიკაზე ბევრია დამოკიდებული. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და მანვე უნდა დაასრულოს ის. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით ძველი 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით ხელმძღვანელობენ, რომელიც ძალიან მოსწონთ. ახალი რედაქცია კი ჯერ კრემლში არავის გაუგზავნია. ამის შესახებ ბელარუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ მედიას ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა უთხრა, რომელმაც ირიბი მუკარა გააჟღერა იმის თაობაზე, რომ თუ განახლებულ გეგმაში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ანკორიჯში მიღწეული სულისკვეთება ასახული არ იქნება, ეს სიტუაციას, სავარაუდოდ კი კრემლის დამოკიდებულებას პრინციპულად შეცვლის. დონალდ ტრამპის გეგმის საკვანძო ნაწილები ეფუძნება ანკორიჯში მიღწეულ ურთიერთგაგებას, რომელიც რუსეთ-ამერიკას შორის უმაღლესი დონის შეხვედრაზე იქნა მიღწეული აგვისტოში. ეს პრინციპები საერთო ჯამში გეგმაში ასახულია, რასაც მივესალმეთ. ჩვენ გვაქვს საკონტაქტო არხები ამერიკელ კოლეგებთან, რომელსაც ავამუშავებთ. ჩვენ მათგან ველით იმ ვერსიას, რომელსაც ისინი მიიჩნევენ შუალედურად, ევროპელებთან და უკრაინელებთან ტექსტის შეთანხმების ფაზის დასრულების თვალსაზრისით. მაშინ მას შევხედავთ, რადგან თუ გეგმა იქნება მოკლებული იმას, რაც ანკორიჯში საკვანძო საკითხების ირგვლივ დავაფიქსირეთ, მაშინ რა თქმა უნდა ეს პრინციპულად განსხვავებული სიტუაცია იქნება. თუმცა ვიმეორებ, რომ ამ დრომდე ჩვენთვის ოფიციალურად არავის არაფერი გადმოუცია. ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ერთადერთი იყო დასავლელ ლიდერებს შორის, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა თუ ბერლინისგან განსხვავებით, რომელიც ავლენს ინიციატივას დარეგულირების გზების პოვნის თვალსაზრისით. ჩვენ ამას ვაფასებთ. რუსული დელეგაცია ამ ეტაპზე აბუ-დაბიში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანს დენ ბრისკოს ხდება, რათა სავარაუდოდ განახლებული გეგმა განიხილონ. იქვე ეგეგმება მისი ხელახალი შეხვედრა უკრაინულ მხარესთანაც. ამის პარალელურად მოსკოვი აგრესიას აგრძელებს. კიევზე დღევანდელ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებში განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ვაშინგტონი მხარეებზე ზეწოლას გააგრძელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ღიად ამბობენ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმის ირგვლივ რამდენიმე პუნქტი განსაკუთრებულ განხეთქილებას იწვევს. ტექნიკური საუბრების დეტალებში ვერ შევალ. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის ირგვლივაც არსებობს უთანხმოება. თუმცა დარწმუნებულები ვართ, შეგვეძლება მათზე ვიმუშაოთ. უკვე 10 თვეა, რაც პრეზიდენტი ორივე ქვეყნის ლიდერზე ახორციელებს ზეწოლას. უნდა ელოდოთ, რომ ეს გაგრძელდება. პრეზიდენტს სურს ეს ომი დასრულდეს. ვიდრე მოსკოვი, კიევი და ვაშინგტონი გეგმის ირგვლივ საჯარო განხილვებს ერიდებიან, დასავლური მედია ყურადღებას ამახვილებს გეგმის ევროპულ ვარიანტზე, რომელიც როიტერმა მოიპოვა. ევროპულ გეგმაში აღარ გვხვდება მესამე პუნქტი იმის თაობაზე, რომ რუსეთი უარს იტყვის მეზობლებზე თავდასხმაზე. ნატო კი გაფართოებაზე. ეს იმიტომ, რომ ამგვარი ჩანაწერი ერთი მხრივ ეწინააღმდეგება ნატოს წესდებას, მეორე მხრივ კი სხვა პუნქტში უკვე ასახულია. შეცვლილია თავდაპირველ გეგმაში არსებული დათქმა იმის თაობაზე, რომ უკრაინული სამხედრო კონტინგენტი 600,000 კაცამდე უნდა შემცირდეს. ევროპულ გეგმაში ის 800,000-ით გვხვდება, რაც უკრაინის მხრიდან შედარებით მცირე დათმობაა.
თუ გავითვალისწინებთ 2025 წლის იანვარში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ შეიარაღებული ძალები 880,000 ადამიანს ითვლიდა. ცვლილებებია ნატოსთან დაკავშირებულ პუნქტებშიც. კერძოდ, ევროპელების ვერსიაში სავარაუდოდ ნაგულისხმებია, რომ უკრაინაში ნატოს ჯარები მხოლოდ მშვიდობის პერიოდში არ განთავსდება. არაა განმარტებული ის, თუ რას ნიშნავს მშვიდობიანი პერიოდი. მე-13 პუნქტი, რომელთაც რუსეთი გლობალურ ეკონომიკას უნდა დაუბრუნდეს, ჩამატებულია სიტყვა ეტაპობრივი. ტერიტორიული დათმობების ნაწილში კი გათვალისწინებულია უკრაინისა და ევროპის მოთხოვნა, რომ ცეცხლი ჯერ მიწაზე შეწყდეს, ტერიტორიებზე საუბარი კი შემდეგ დაიწყოს. შერბილდა მოთხოვნა უკრაინაში 100 დღიან შუალედში არჩევნების ჩატარების თაობაზე. ფორმულირება შეიცვალა სიტყვებით, რაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ბრიუსელის უმაღლესი წარმომადგენელი ეწინააღმდეგება იმ ფაქტსაც, რომ რუსეთი დიდ შვიდეულს დაუბრუნდეს. ეს კაია კალას ვერ წარმოუდგენია. კიევის მთავარი მოკავშირე ახლა სწორედ ევროპაა. დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს კირ სტარმერსაც ესაუბრა, რომელმაც მას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუთქვა. სადელებონო საუბრისას და საჯაროდაც საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას. რამდენჯერმე ვესაუბრე მსურველთა კოალიციას, დიდ ოცეულს, პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკის, მათ შორის დილით. ჩვენ ვართ ერთიანი ცეცხლის შეწყვეტის სურვილში, იმაში რომ ომის მიერ მოტანილი ტანჯვა დროულად დასრულდეს უკრაინაში. მიზანი ხანგრძლივი და მყარი მშვიდობაა. მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას დაასრულოს ომი. გეგმის საწყისი სამუშაო ვერსია, რომელიც 28 პუნქტისგან შედგებოდა, შეიცავდა პუნქტებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი იყო. ამასთან მასში იყო მნიშვნელოვანი პუნქტებიც, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის, ამერიკისა და პარტნიორებისგან. დისკუსიები ჟენევაში მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. სურს დაგარწმუნოთ, რომ გეგმის გასაუმჯობესებლად მუშაობა გრძელდება. უკრაინის სუვერენობა უნდა შენარჩუნდეს, მას უნდა შეეძლოს დაიცვას თავი მომავალში. ეს ეხება უკრაინას და გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სწორედ მან. წინ დიდი გზაა, საკმაოდ რთულიც, მაგრამ იმაზე მეტად ვართ მოწადინებული, ვიდრე ოდესმე, რათა პროცესი წინ წავწიოთ. უცვლელია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სურვილი უკრაინასა და რუსეთს ახალ გეგმაზე ხელი 27 ნოემბრამდე, ანუ მადლიერების დღემდე მოაწერინოს. თუმცა ამ პერსპექტივას ჩართული მხარეები სკეპტიკურად უყურებენ.